ორიოთ სიტყვით მინდა GM Pharma-ზე გითხრათ, ეს კვირასაც გავაკეთე, მაგრამ ეხლა ჩავთვალე საჭიროდ, რომ საიუბილეო 25 წელი მიულოცო მათ. კომპანია დღეს უკვე 600-ზე მეტი თანამშრომლით და გუნდის წევრით არის წარმოდგენილი. მათ მიერ წარმოებული მედიკამენტები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 14 მილიონამდე ადამიანი მკურნალობს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია და მედიკამენტები კი ისევე როგორც თავად საწარმო, რა გითხრათ, აღიარებულია ყველა შესაძლო და არსებული უმაღლესი შეფასების სერტიფიკატით, რაც მათ გზას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში უხსნის. დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა. ისეთი მედიკამენტების წარმოება მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს. ასეთი ზრდის საშუალება მომდინარეობს ცხადია ერთგული და თავდადებული გუნდის წევრებისგან, რომელთაც უთვლით მიულოცვებს, ანუ GM Pharma-ს გუნდს საუკეთესო სურვილებით, უმთავრესი ღირებულება და მისია, რაც კომპანიის DNM-ში დაფუძნების დღიდან ჩაიდო, არის სიკეთე. სიკეთის სამსახური საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი აზრით ეს მისია შედგა. მილოცვები ცალკე აგერ ფოტოზეს გამოჩნდა კახა ოქრიაშვილს, დაუდრგომელ და მიზანდასახულ ბიზნესმენს, რომელმაც შეძლო და კომპანია რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სუბიექტად ჩამოაყალიბა. ბიზნესმენს წინ გაცილებით საინტერესო და ამბიციური გეგმები აქვს და დღეს სრულად არის ჩართული როგორც GM Pharma-ს, ასევე PSP ჯგუფის ყოველდღიურობაში. წინ მას, ანუ კახა ოქრიაშვილს და მისი გუნდისთვის ახალი მიზანია გახდნენ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სწრაფად მზარდი ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. მოხვდნენ მსოფლიოს 200 საუკეთესო ფარმაცევტული კომპანიის სიაში და რაც წავიკითხე კიდევ და მოვისმინე მათთან შეხვედრისას, მივახციოთ 1 მილიარდი დოლარის საექსპორტო ღირებულებას. წარმატებები და მრავალი იუბილე მიგველოცოს ყველაზე საქმიანობის სტუდიიდან. მოგითხრობი და გილოცავთ გუნდს.